გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში გაიმართა გურული სიმღერის მასტერკლასი, რომელსაც ტრისტან სიხარულიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დიდოსტატისგან მოესმინა მთავარი დეტალები გურული სასიმღერო ტრადიციებისა და თავისებურებების შესახებ. გურული სიმღერების უბადლო შემსრულებელმა, ღირსების ორდენოსანმა და ანსამბლ შვიდკაცას ხელმძღვანელმა ტრისტან სიხარულიძემ რამდენიმე ეპიზოდი და საინტერესო ამბები გაიხსენა საკუთარი მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობიდან. ღონისძიებას ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი და გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი გორდელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი კობა ბანძელაძე, გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ტრისტან სიხარულიძეს ქართული ტრადიციული მუსიკალური კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მინიჭებული აქვს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება. გურული სიმღერის სწავლა ადვილი არა. მაგრამ რომ შემომთავაზა ქალბატონმა ნანამ ეს ამბავი, ვიფიქრე, რომ რადგანაც სტუდენტებია და შერჩეული ხალხია, გურული სიმღერის სწავლას დაძლევენ მეთქი და აუცილებელი იმდენად არის, რომ როცა უნივერსიტეტს ამთავრებ და გურული სიმღერა არ ეცოდინება, ეს ალბათ ცოტა მინუსად შეეძლება სტუდენტს მაშინ და მე ჩემი წვლილი მინდა შევიტანო ამ პატარა საქმეში. ასე რომ ვცდილობთ ყველაფერი კარგად გამოგვივიდეს და ნახოთ, სანამდე შემეძლება და სანამდე ცოცხალი ვარ, სანამდე სიარული შემეძლება, ყოველთვის მე მაგას გავაკეთებ, რომ ჩამოვიდე და რაც არიციან იგი ვასწავლო და დავუტყო ბავშვებს პატარა ჩემი წვლილი. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა ბატონ ტრისტანის მასტერკლასი. ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანების მასტერკლასის ჩატარება და განსაკუთრებით ასევე მადლობა მინდა უთხრა გალობის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს, ბავშვებს, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებს ძალიან გვიხარია ტრისტან სიხარულიძის მოსვლა ჩვენთან, როგორც გურული სასიმღერო ფოლკლორული ნიმუშების შესანიშნავ მცოდნესი. თან ძალიან კარგად შეგვასწავლა მან ჩვენ ეს სიმღერები და ვიმედოვნი, რომ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით მას.